ჩვენ შემოგთავაზეს მოდელი, სადაც ფორმალურ განათლებას 3 წელს აკლებენ და ამის პარალელურად გვიმტკიცებენ, რომ ხარისხი გაუმჯობესდება, რაც წარმოუდგენელი არის. ანუ ჩვენ გვაქვს პრობლემები ხარისხთან და ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით და ამ დროს ფორმალურ განათლებას 3 წელს აკლებენ და ეს პრაქტიკულად წარმოუდგენელი არის. შესაბამისად, აკადემიური კუთხით უკიდურესად უარყოფითად იმოქმედებს, გაზრდის ეს უთანასწორობას კიდევ უფრო მეტად რაც იყო და დაბალ ესე იგი იაფ უფრო მუშახელზე არის გათვლა, რომ დაბალკვალიფიციური ადამიანები იაფ სამუშაოზე ვთქვათ შეიყვანონ. ეს იქნება მთავარი ასე ვთქვათ გავლენა ამ ცვლილებების. არ ვიცი, რამდენად შეიძლება ამას დეცენტრალიზაცია დავარქვათ, ეს უფრო ცენტრალიზაცია არის იდეაში, ვიდრე დეცენტრალიზაცია და ცხადია ვთქვათ, ეს გადაწყვეტილებები, ეს ცვლილებები ვთქვათ, არ ვიცი, კი, ამით ნამდვილად მარტივდება ვთქვათ კონტროლის განხორციელება, იმიტომ რომ ფაქტობრივად მთელი ძალაუფლება სამინისტროს აქვს ჩაგდებული და უნივერსიტეტებს არანაირი სიტყვა არ ეთქმის. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ გააჟღერა, რომელიც სტუდენტს უზღუდავს თავისუფლებას და არჩევანს, რომ სად წაიღოს მან, ასე ვთქვათ, თავისი დაფინანსება, ის კლავს კონკურენციასაც და ეს არის ისევ და ისევ ხელოვნური ჩარევა განათლების სისტემაში, რომელიც შეუზღუდავს სტუდენტებს ნამდვილად თავის არჩევანს. იმედი მაქვს, რომ ეს განათლების რეფორმა ამ ფორმით არ განხორციელდება. თუ განხორციელდება, საერთოდ ეს განათლების სისტემა ჩამოიშლება და უბრალოდ იქნება ქაოტური და მერე ხა ის ნანახი გვაქვს 90-იან წლებში, ყველაზე კარგი ნიადაგი არის ხოლმე მერე კორუფციისთვის და ჩაწყობებისთვის და ნეპოტიზმისთვის და იმედია ეს ამას როგორღაც დავახცეთ თავს.